Ახლავე შეჩერდი. ძალიან მაგარია, ყოველთვის მინდოდა რომ ასეთი რამე მეთქვა. ვერ ხვდები რატომ დაკარგი ფარული შეტევის შესაძლებლობა. თავის წარდგენაც მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანერების დაცვაც აუცილებელია. თქვენ საიდან იცოდით სად იყო? საიდუმლო შეხვედრების ადგილი. მე უბრალოდ ეჭვი მქონდა. ჩვენ ვიცით თქვენი დემონური გეგმების შესახებ. გაქცევაზე უბრალოდ არც კი იფიქრო. სწორედაც ასეა. მოიცადე, წმინდა ხმალი. არა! გმირი დაბრუნდა. და ასე დასრულდა. გამოჩნდა დიდებული გმირი და დაამარცხა დემონთა ლორდი თავისი წმინდა ხმლით. შესანიშნავია. აშკარად ეს გმირი ძალიან საყვარელი გოგონა უნდა იყოს. მაგარია, მეც მინდა ავანტიურისტი გმირი გავხდე. ვერ გავმკლავდები. რა? მაგრამ ის რომ გმირია ის იმას არნიშნავს რომ ყველა თავისი დახოცა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ საქმე აღარ გვექნებოდა. ნუ იქნებით ასეთი სულელები. ორკბოლკ გაიგე, გმირმა გაანადგურა დემონების. ნიშნულობა არ აქვს. დრო მოვიდა რომ გობლინები დავხოცოთ. დრო მოვიდა რომ გობლინები დავხოცოთ. მათი ადგილმდებარეობაა წყლის ქალაქი. ჯილდო ერთი ტომარა ოქროა. ეხლა თქვენზეა დამოკიდებული, წამოხვალთ თუ არა? სერიოზულად? აქამდე ეჭვები მქონდა, მაგრამ ახლა ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ფიქრობ უკვე სისულელე იქნება შენი თითოეული ნაბიჯის ასე გაკვირვება. მაშინ მომისმინე. როგორც აქამდე აღვნიშნე, დისკუსიას აზრი არ აქვს თუ არჩევანი არ არსებობს. მაგრამ მე ხომ გითხარით? არა, ასე არ არის. ჩვენ არჩევანს არ გვიტოვებ. თუ ჩვენ წამოსვლაზე უარს ვეტყვით, შენ მარტო წახვალ არა? რა თქმა უნდა. ესე იგი ის მართალია, საერთოდ რანაირი დისკუსიაა. მაგრამ ისიც კარგია რომ დალაკი გვეუბნევა ჩვენ. ეს ნიშნავს რომ ცოტა მორბილდა. ნამდვილად, მე მჯერა რომ ეს კარგია. ტკბილი გემრიელობა. კარგი, მე გადავწყვიტე. შენთან ერთად მოვდივარ. შენ არ იცი, რამდენი გობლინი შეიძლება შეგხვდეს. რაც მეტი შემლოცავი გეყოლება, მით უკეთესი იქნება. აუ, მაშინ ძალიან კარგი. ჩვენ დავასრულებთ და მოვაგვარეთ მგზავრობის ხარჯებს. ასე რომ ჩვენ შენთან ვართ. მაშინ, როდესაც ამ გობლინების დახოცვას დავამთავრებთ, შენ ჩვენთან ერთად წამოხვალ. რა სიტყვი ორკბოლკ შევთანხმდით? რა თქმა უნდა. არა უშავს. ოღონდ გობლინების დახრჩობა არ შეიძლება. და არც ცეცხლის მოკიდება მათთვის. და არანაირი შხამი. არანაირი შხამი? რა თქმა უნდა, არა. ძალიან კარგი.
ის მართლა დაგთანხმდა. შორს აღარ არის, შეგიძლიათ აქედან დანახვა. რა დიდია. ესე იგი ეს არის არა წყლის ქალაქი. ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც მე მახსოვს. ამ ქალაქში წყლის არხების გამო საკმაოდ დიდი წყლისა და საკვების მარაგი აქვთ ადამიანებს. რა სახის საკვებს ჭამენ ადამიანები აქ? მოდი ვნახოთ. შესაძლებელია ქონდეს ცხრის ხორცი ღვინოსთან ერთად და შემწვარი თევზი. ესენი აქ დელიკატესია. ხორბალი აქ ძალიან უხეშია, მეტომაც ძალიან კარგი პური მზადდება. როგორც ჩანს, საკმაოდ განათლებული ხართ ამ საკითხში. ეს ვიღაცა მითხრა, როდესაც ვახსენე, რომ აქ მოვდიოდე. შენ ალბათ შენს მეგობარს გულისხმობ არა ფერმიდან. ხო. ესე იგი ეს არის სასახლე. იმაზე ბევრად მშვენიერია, ვიდრე მე წარმომედგინა. გაბლინების მკვლელო, ეს შესანიშნავია. ასეა? ესე იგი აქ უნდა შევხვდეთ? ხო. ისინი შეგნით უნდა იყვნენ. ეს ადამიანი უზენაესი ღმერთის მღვდელია? არა, იქ არქიეპისკოპოსია. არქიეპისკოპოსი მართლა? წავედით. ის გულისხმობს ხმლის შემქმნელს. ამ ადამიანმა კანონის წინააღმდეგობის მიუხედავად გადალახა ჩრდილოეთ საზღვარი. მთავარ ეპისკოპოსს ჯეროდა უზენაესი ღმერთის. 10 წლის წინ ის ერთ-ერთი ავანტიურისტი იყო, რომელმაც გაანადგურა აღმდგარი დემონი ლორდი. ოქროს რანგის ავანტიურისტი. ის არ არის გმირი რომელიმე ლეგენდიდან. ის ჩვეულებრივ ადამიანად დაიბადა და თავად გახდა ლეგენდა. ესე იგი ეს არის. ნამდვილად ეს არის ხმლის შემქმნელი. მოგესალმებით. ვინ არიან ჩემი სტუმრები? მე აქ გობლინებისთვის ვარ. უკაცრავად. გთხოვთ აპატიოთ მას. დიდი მადლობა რომ ჩვენთან შეხვედრა გადაწყვიტეთ. სასიამოვნოა თქვენი ნახვა. ესე იგი მამაცი მეომარი და თავაზიანი გოგონა. თქვენ ვინ ხართ? ავანტიურისტები, რომლებიც მათ ეხმარებიან და მათ მიყვებიან. ჩვენ არ გამოუძახები ვართ, მაგრამ გადავწყვიტეთ ავხმარებოდით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ავანტიურისტებო. მთელი გულით მიხარია თქვენი ნახვა. კარგი, სად არიან გობლინები? ეს დაახლოებით 1 თვის წინ მოხდა. ტაძრიდან ერთ-ერთი გოგონა გვიან ღამით გავაგზავნეთ. მისი ცხედარი კი დილით იპოვეს ხეივანში. ჩვენ მოხსენება მაშინ მივიღეთ, როდესაც ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ისევ ცოცხალი? და რა მოხდა იქ? გობლინები რაც დროს არინდობენ, ისინი მხოლოდ კლავენ. უბრალოდაც ადემას საუბარი. განაგრძე. ეს მართლაც საშინელი ინციდენტი იყო. ქალაქის დაცვა გავაძლიერეთ, თუმცა იმავე შემთხვევები კვლავ მეორდებოდა. მკვლელობები კი არ იკლებდა. დაიწყო ქალებზე ძალადობა, ბავშვების მოტაცება. მაგრამ შემდეგ გამოჩნდა ავანტიურისტი, რომელმაც ეს ყველაფერი შეამცირა. პატარა, ჩრდილის მსგავსი ფიგურა უტევდა გოგონას. ეს პატარა სხეული. გობლინი? გობლინები, მე დარწმუნებული ვარ, რომ რამოდენიმეზე მეტი იქნებიან. მაგრამ რას ფიქრობთ, როგორ შემოვიდნენ ისინი ქალაქში? დარწმუნებული ვარ, ისინი ქალაქში არ არიან. შესაძლოა ისინი მიწის ქვეშ იყვნენ ან არხებში. მათ ბევრი მსხვერპლი ყავდათ, ასე უბრალოდ ვერ იხეტიალებდნენ ქალაქში. გობლინები ყოველთვის მიწის ქვეშ იკეთებენ ბუდეს, ხომ ასეა? და ეს ქალაქი ძველ ნაგებობებზე აშენებული. ასე რომ შესაძლებელია იყოს მიწის ქვეშ ლაბირინთებიც. თუ ისინი იქ არიან, მე წავალ იქ. ისინი არ არიან ჭკვიანი არსებები, მაგრამ არც ცრაცულელები არ არიან. შენ ყოველთვის გობლინის მსგავსად ფიქრობ. რა თქმა უნდა ასეა. თუ მე არ შემეძლება მათსავეთ ფიქრი, მათთან ვერ ვიბრძოლებ. ჩვენც მივედით იმ დასკვნამდე, რომ ისინი მიწის ქვეშ ცხოვრობენ. ასე რომ გავაგზავნეთ მოთხოვნა, სადაც ავანტიურისტებს ვითხოვდით, მაგრამ გასაგებია. შემდეგ კი გავიგე სიმღერა მამაცი გობლინების მკვლელის შესახებ, ნამდვილ გმირზე. რა მუსიკა?
შენ რა არიცი? არსებობს სიმღერა ორკბოლგის შესახებ. სწორედ ამ სიმღერის გამო გამიცრუდა შენი ნახვისას იმედები. ეს არ არის ჩემი პრობლემა. კარგი რა გობლინების მკვლელო. შენ ამას არ უნდა ამბობდე. ჩიტები უმღერიან გადარჩენილებს სიმღერას. ამას რა მნიშვნელობა აქვს? კიდევ ვერ ხვდები დალა ხო? შენი საქმეები კუნძულს გასცდა. და მეტი მოთხოვნაა გაანადგურო გობლინები. კეთილო ბატონო, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს. გადაარჩენთ ჩვენს ქალაქს. თქვენი ქალაქი შეიძლება უკვე დაკარგულია, მაგრამ ეგ მაინც გავანადგურებ გობლინებს. გობლინების მკვლელო შეგიძლია ცოტა უფრო თავაზიანი იყო? ეს სიმართლეა. ზუსტად ამიტომ ცოტა უნდა თანაუგრძნო ადამიანს. გობლინების მკვლელო, კანალიზაციაში მივდივართ. ხო, კანალიზაცია უზარმაზარია, ამიტომაც ცუდი იქნება თუ იმით ჩამოგრჩება. გახსოვდეს წყლის, ცეცხლისა და შხამის გამოყენება არ შეიძლება. ვიცი. მაპატიეთ ასეთი კითხვისთვის, მაგრამ ქალაქის დაცვას რატომ არ გზავნით იქ? მე ვაღიარებ, რომ არაფერი არ ვიცი ამ ქალაქის შესახებ. მაგრამ ეს ვერ იქნება მათი იურისდიქციის გარეთ. კარგი. თქვენ ამბობთ, რომ აზრი არ აქვს ჯარის მობილიზებას გობლინების წინააღმდეგ? შენ მათ ვერ გაამტყუნებ. რაც არ უნდა იყოს ისინი დემონთა ჯარის წინააღმდეგ იბრძვიან. გობლინებს კი ჩვენ ავანტიურისტებმა უნდა მივხედოთ. მე ვფიქრობ, რომ ადამიანების პოლიტიკა და ფული ძალიან პრობლემურია. ამით დაინტერესებული არ ვარ. ქვემოთ როგორ ჩავიდეთ? ალო? დიახ, რა თქმა უნდა, ახლავე გაჩვენებთ. ჩემი აზრით, თქვენთვის ყველაზე კარგი ვარიანტი ქვემოთ ჩასვლა იქნება. სასახლის უკანა მხრიდან. ეს რუკა ზუსტია? დაახლოებით, რადგან ეს რუკა მაშინ შექმნეს, როდესაც სასახლე აიგო. მაგრამ წყლის არხების განლაგება აქ სწორი უნდა იყოს. თუ რაიმე დაზიანება არსებობს, არ მგონია აღნიშნული იყოს მასზე. კარგი. შენ გაგვიძღვები. მიხარია. წავედით. დასაკარგი დრო აღარ არის. კარგი, არ მეგონა თუ ასე შეიცვლებოდი ორკბოლგ. ქალბატონო, არქიეპისკოპოსო? შეიძლება ცოტა ცუდად ჟღერს, რომ ამას მე გეკითხები, მაგრამ არ გეშინია, რომ იქ რაღაც ცუდი მოხდება? დიახ, მე მეშინია ასეთ ძლიერ მტერთან დაპირისპირების, მაგრამ დიახ, ეს ასია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ფიქრობ ეს ბოლო იყო, მაგრამ მაინც დაგაზღვევ. კარგი. აი ესეც ბოლო. ეს ამდენი გობლინი ქალაქის ქვემოდან ცხოვრობს? საშინელებაა. ეს ისაა, რასაც ველოდებოდი. გობლინების მკვლელის მსგავსად არ ვიქცევი. ეს დიდხნიანი ბრძოლა იქნება, ხომ ასეა? ორკბოლგისგან განსხვავებით არ მინდა გობლინების ისრების გამოყენება. ეს საშინელებაა. არიან? დიახაც ასეა. მაგრამ ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა დღეს. ამ ტემპით თვენისის რამდენი გობლინი იქნება ქვემოთ? სერიოზულად, ეს რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს? არი დარდოთ, კედლები ქვისგანაა, მოულოდნელი შეტევები არ იქნება. მე უბრალოდ შეგიძლია რომ ამაზე არ ელაპარაკო? მაპატია. ქვევით ყველა ბოლომდე დავიხარჯებით, აღარ გჭირდება ნიღაბი. გთხოვ, საშინელ მოგონებებს ნუ გამახსენებ. რა მოხდა გრძელყურებავ? დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ხდება, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რა. თანაც წყლის ხმაც ისმის. ზემოდან? მოიცადე, ეს რა წვიმაა? ჩვენ მიწის ქვეშ ვართ. როგორ შეიძლება რომ ეს წვიმა იყოს? სავარაუდოდ ზედაპირის ზემოწვიმს და წყალი აქ ჩამოდის. დარწმუნებული ვარ, ზედაპირიდან ყველა წყალი კანალიზაციაში ჩამოდის. რა სიტყვი დალაქო? მაშინ შესაძლებელია სინათლე ჩაგვიქრეს. ეს ცუდი იქნება. რა მოხდა გობლინების მკვლელო? რამე დაინახე? დაცვა გაამაგრეთ. როგორც ჩანს, სტუმრები ყავს. აი, გამომართვია, შენ დაგჭირდება.
არა. ნავი. დიდებულო დედამიწის დედალ. გთხოვ დაგვიცავით ჩვენ უძლურნი დედამიწის ძალებით. დაცვა. არ შემიძლია ამის დიდხანს შეკავება. რა უნდა გავაკეთოთ? სხვა რა? როგორც ყოველთვის. ყველა გობლინი უნდა მოკვდეს. ეს პირველი. ჰეი, მოიცადე ცოტა მეც დამიტოვე. ახლა გაჩვენებ. რამდენი შელოცვა დაგჭა? საკმარისი. კარგია. ხრელი გააკეთე. შენ გინდა რომ ქალაქი განადგურო ჩვენთან ერთად? არა, გათხარე. არხში გააკეთე ორმო, რათა წყალი ჩავიდეს. მაგრამ ასე ხომ ჩვენს უკან გასასვლელ გზას გადავიკეტავთ. მაგრამ არც ცეცხლი წყალი და საწამლავია. სხვა რამე გააკეთეთ. მე თხანს ვეღარ შევაკავებ. თუ სხვა ტელეპორტაციის გზაგნილის გაქვს დროა გამოიყენო. ის აღარ მაქვს. მე ამას გამოვიყენებ მათი დაცვის შესასუსტებლად. როდესაც ამას გამოვიყენებ, კიდევ ერთხელ შეულოცეთ. კარგი, გასაგებია. ერთი წუთი მოიცადე გობლინების კვლელო. ოუ, ნამგლისებულო ველოცირაპტორის ფრთებო. გაჭერი, გაფრინდი და ინადირე. ჯერა რომ ეს მოგეწონება, მაგრამ თუ შეგიძლია არ გატეხო. ჩემს საუკეთესოს გავაკეთებ. მოიცადე, ცოტაც კიდევ. ეს რა არის? გადავხდით. ხუთი. დიდებულო დრაკონო, დაიცავი შენი შთამომავალი ამ ბრძოლაში. 9, 10. მათ აბჯარი აცვიათ. ბევრად მარტივი იქნება თუ უბრალოდ ნავიდან გადავყრით. 16. ისინი ძალიან ბევრი არიან. გობლინის ისრები მაშინაც კი მიდის დანიშნულების ადგილამდე, როცა მე თვალები დახუჭული აქვთ. გამომართვი. როგორი დაუხვეწავ ისრებია. დაცვა. მადლობა ამისთვის. მე თქვენ დაგიცავთ, თქვენ უბრალოდ შეტევები განაგრძეთ. კარგი. მუშაობის დროა გნომებო. შეიკრიბოს ხრეში ერთად და იქცეს ქვად. დალაქო, ქერცლიანო, გაეცალეთ მაქაურობას. ქვის აფეთქება. ყველაფერი დამთავრდა. ამის შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ? პირველ რიგში დავისვენოთ. არა, გვჭირდება რომ ვიაროთ. დიახ, მე გეთანხმები. ჩვენ ახლა ხას დიდი აურზაური ავტეხეთ, რის შემდეგაც ბევრი გობლინი მოვა აქ. აქ დარჩენა უსაფრთხო აღარ არის. რა? გობლინი? ეს არ არის გობლინი. მადლობა რომ აღნიშნე. დრო აქედან გავიდეთ. არ მოველოდი თუ აქ დრაკონი დაგხვდებოდა. ჭაობის დრაკონი, ალიგატორი. ეი, ქერცლიანო. ის ხომ შენი ნათესავია, უთხარი რამე. შესაძლებელია, მაგრამ მე აღარ მაქვს კონტაქტი ჩემს ოჯახთან. თუ შეიძლება არ ახსენოთ მოძალადე ნათესავი რომ ყავს. ბატონო მაგო. ეს ნამდვილად მონსტრის სიარულია. სუნთქვა აკონტროლეთ. მე კარგად ვარ. ერთი შელოცვა გადაგჭა ხომ ასია? მოდი იმ რაღაცას დვარფი ვაჭამოთ და გავიქცეთ. დარწმუნებული ვარ რომ მას მოწამლავს ამის ჭამა. შეპატარა მოღალატევ. წინიდან რაღაც მოდის. კიდევ ერთი გობლინების ნავი. აქ ბევრი მათგანი უნდა იყოს. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? გზა საითაა? არ ვიცი რა მოიფიქრე, მაგრამ წესები არ დაგავიწყდეს. შხამისა და ცეცხლის გამოყენება არ შეიძლება. მაშინ შენი იდეით წავიდეთ.
დიდებულო დედამიწის დედავ, გთხოვ დაგულოცე, სიბნელეში მოხეტიალეები წმინდა სინათლით. გავიგე, ესე იგი წმინდა სინათლეს გამოიყენებ დრაკონთან დასაპირისპირებლად და ასე გობლინების შეტყუებასაც შეძლებ იქ. მე ვთქვი, რომ არ გამოიყენებდი წყარს, ცეცხლს ან საწამლავს. ჩემი შესაძლებლობები შეზღუდულია. მაგრამ ისინი ძალიან მარტივად მოტყუდებიან სინათლით. მათ ავანტიურისტებისგან ისწავლეს სინათლის სიარული. მაგრამ არ ვიცი ეს როდის მოახერხეს. მაგრამ როგორც ჩანს, ყველა მიცის. მათი მთავარი სურვილი ძარცვაა. ისინი ვერასდროს მოიფიქრებდნენ რამის აშენებას და ისევ მათ ისწავლეს იარაღების გაკეთება და თუ შეძლეს ასე სწრაფად ათვისება ნავის მშენებლობის, დიდი ხანი აღარ დაჭირდება მის გამოყენების სწავლას. როგორც შენ ძალიან ბევრი რამე იცი, არა? მე შევისწავლე ისინი. მე ყოველთვის ვწმუნდები, რომ გობლინებს არ მივაწოდე რამე ახალი იდეა. ფიქრობ, რომ ვიღაცამ ასწავლა თუ როგორ გამოიყენებინათ ნავები. ასეა. მაგრამ შესაძლებელი არ არის, რომ გობლინების ქურუმსაც ჰქონდეს ეს გამოთვლილი. შესაძლოა, მაგრამ თუ ისინი ქვემოთ ნატურალურად მრავლდებიან, რატომ არ? ეს ისევ ის რაღაც იყო? ხო, ალბათ ჭაობის დრაკონს გულისხმობ შენ, არა? ხო, გობლინებმა არ იცოდნენ მის შესახებ. და თუ ჰქონდათ, ვერ მოიფიქრებდნენ ნავების გამოყენებას. მაგრამ ისინი ლაჩხლები არიან. და ზუსტად რას გვთავაზობ გობლინების კვლელო? იქ ქვემოთ გობლინები ბუნებრივად აღარ მრავლდებიან. ვიღაც ან რაღაც ამას ხელოვნურად აკეთებს. ანიმე გახმონებული ამონტიდაბისთვის. თქვენთვის კი ახმონებდნენ სანო და ნერო. მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.憧れた